ჩემ წინ თქვენ ხედავთ სულგუნების ნაირსახეობას. რატომ? იმიტომ რომ ამას წინათ ვიყავი ნიასთან და გავსინჯე საოცარი სულგუნი და უთხარი რომ ნია ეს სულგუნი ჩემ ოჯახშიც უნდა შემოსულგუნდეს თქო. და კარგი იონია და ჩამომიტანა სხვადასხვა სახეობის სულგუნი. ხო და რეკლამას კი არ უკეთებ არავის, მაგრამ თუ ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს მეგრული სულგუნი, მარილიანი, ნაკლებ მარილიანი, წვნიანი, ნაკლებ წვნიანი, მე შემიძლია თქვენ დაგაკავშირდეთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ისეთ სულგუნს გამოგიგზავნით, როგორც ცხოვრებაში არ გაგისინჯებათ. არ ვიცი ახლა საჩვენებლად რამდენად მოვახერხებ ამას, მოდი ისე ავიღებ. მაინც შემია ხა ეს ხო სხვაგან არ ვიცი. ანუ თავად ხედავთ ხო წვენი როგორ გასდის. ეს არის საშუალოდ მარილიანი სულგუნი, რომელიც ყველამ გავსინჯეთ და წარმოუდგენელი გემო აქვს. არავინ მიხას ახლა ხელთქმანებით რატო არ სინჯავ, იმიტომ რომ ეს ჩემია, ჩემ ოჯახში ვტოვებ და მე ავიღებ ახლა და შევჭამ თქვენ. შემდეგ სულგუნზე გადავიდეთ. მია გამორთე. ეს შემდეგი ხელებზე რომ გამდის წყალი არის ნაკლებ მარილიანი და ეს ყველი აღმოჩნდა ყველას ფავორიტი. ყველის ფასი არის 34 ლარი. ეს ყველი არ იყიდება მაღაზიაში. ეს ყველი ჩამოაქვთ და აქვთ მოწოდება მისამართზე, ნებისმიერ რეგიონში. და რაც თავარია, არის ნატურალური, კეთდება ოჯახში და არ არის დამზადებული რძის ფხვნილისგან. ანუ იმიტომ აქვს ეს ფასი, რომ არის ნატურალური და არა რძის ფხვნილის. დიდოვნა და დაედო ფონად და ძალიან მოუხდა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამიმერებ რომ ჩამოტანილია სამეგრელოდან. და მესამე სახეობის ყველი, როგორც ნიამ ამიხსნა და როგორც უკვე ჩამოყალიბებული ელარჯოლოგი, გეუბნებით რომ ეს არის ელარჯის ყველი, რომელიც რთული საშუალებია თბილისში. უკვე მესმის ესეთი რაღაცები. არ დაგჭირდებათ მადუღარაში ყველის ნაჭერის ჩაგდება და შემოწმება, იმიტომ რომ თავად შემოწმებელი გეუბნებათ, რომ ეს არის ელარჯისთვის მზედ გამოჭრილი. ვაიმე, ინსტაგრამის გვერდიც გავაკეთებინე და დააფოლოვეთ რა, გაუხარდებათ. სტარტაპია და გვერდში დავუდგეთ ფოტოებს.